ლევან მახაშვილი ქართული ოცნების პოზიციით პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში. ბატონ ლევანის სტუდიაში რამდენიმე წამში შემოგვიერთდება, მასთან ბუნებრივია ვისაუბრებთ არა მხოლოდ ახალი შესაძლო ოპოზიციური პოლიტიკური ცენტრის ფორმირების პერსპექტივაზე, არამედ ზოგადად ახლად მიღებულ თუ ჯერ ისევ განხილვის პროცესში კანონპროექტებზე, რომლებსაც სხვათა შორის ძალიან რეზონანსული გამოხმაურება მოხდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო კუთხითაც. ლევან მახაშვილს მივესალმებით. ბატონ ლევან, საღამომშვიდობის მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. პირველ რიგში მინდა გკითხოთ იმ თემაზე, რაზეც ჩვენი წინაური რესპონდენტი პასუხობდა, არის ასეთი მოსაზრება, რომ ინიციატივა წინადადება, რომ შეიქმნას ახალი პოლიტიკური ცენტრი ოპოზიციურ ასპარეზზე. თქვენ ამ პერსპექტივას როგორ უყურებთ, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში საუბარია ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წამყვანი როლით და მისი ხელმძღვანელობით ახალი პოლიტიკური ალტერნატიული ცენტრის ჩამოყალიბებაზე. საღამომშვიდობის სამთან, მიხარია რომ თქვენთან ვარ, პირველად ვარ ამ სტუდიაში და დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს. რაც შეეხება ამ აღნიშნულ საკითხს, ძალიან მოკლედ შევაფასებდი ამ თემას. ჩვენი აზრით მას შემდეგ, რაც ამ ოპოზიციურმა ძალებმა საკმაოდ დიდი ალბათ ეგზისტენციური შეცდომა დაუშვეს, როდესაც მათ უარი თქვეს საპარლამენტო არჩევნების საბალტო მანდატებზე, ამის შემდგომ უკვე ცდილობენ რაღაცნაირად ისე გადალაგდნენ, რომ თავისი თავი შეინარჩუნონ რელევანტურობა არ დაკარგონ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და მთელი ეს ცდილობები, რომ გადალაგდნენ, გადმოლაგდნენ შესაკრებთა გადანაცვლებით საბოლოო ჯამში ჯამი არ შეიცვლება, დარჩებიან ისევ მარგინალურ ძალებად, ოღონდ ეს მათი არჩევანი იყო, სამწუხაროდ საბერძნეთად მათ ასე გადაწყვიტეს, რომ მათ პატივი არ ცენ საკუთარი ამორჩევლის მანდატს, ხმას და გადაწყვიტეს, რომ რაღაც სხვა ტიპის პოლიტიკურ თამაშებში შესულიყვნენ. მაგრამ მიზეზების საუთ მათ 28 ნოემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ საპროტესტო აქციების დროს განვითარებული მოვლენები, დემონსტრანტების დაკავება, პროექტები. მიზეს თუ მონდომება უნდა ყოველთვის რაღაცას მოინდომებენ. 28 ნოემბერზე როცა ვსაუბრობთ, არჩევნები ოქტომბერში ჩატარდა და მთელი ერთი თვე ჰქონდათ იმისთვის, რომ გაეაზრებინათ თავისი როლი, გადაეაზრებინათ თუ რა როლი, რა მნიშვნელობა აქვს მათ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში. გაყალბებულად მიიჩნევენ არჩევნებს. ეს მათი არჩევანია, რომ მას შეიძლება ბევრი რამეზე მიიჩნეოდნენ, ბევრი რამეზე თვლიდნენ, რომ ასე იყო ან ისე იყო, მაგრამ ფაქტია, რომ არჩევნები ჩატარდა, მოსახლეობამ თავისი არჩევანი გააკეთა, მარტო ხელისუფლებისადმი არა, სხვა ხშირად გვავიწყდება ხოლმე, რომ ოპოზიციასაც საკმაოდ მნიშვნელოვანი ძლიერი მანდატი მისცა მოსახლეობამ, 61 მანდატი აიღო ოპოზიციამ, რომელიც ბოლო წლების საუკეთესო შედეგია ამ ხრივ, მაგრამ მათი არჩევანი იყო ასეთი, როგორც იყო, რომ წასულიყვნენ ესკალაციაზე, წასულიყვნენ დესტრუქციაზე და თუ ვინმეს თუ ამ ძალებს აქვთ რაიმე ინტერესი, რაიმე ამბიცია საერთოდ რომ ქართულ პოლიტიკაში რამეს წარმოადგენენ, აგერ იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ის არჩევნები, სადაც ყველაზე ახლოს არიან მოსახლეობასთან, ადგილობრივ თვითმმართველობებზე მაქვს საუბარი და დაამტკიცონ იქ რომ ნამდვილად რეალურად რამეს წარმოადგენენ. ეს ჩვენ ვხედავთ რა თქმა უნდა უფრო რიტორიკული კითხვა და საკითხია, ჩვენ ვიცით რასაც წარმოადგენენ და რაც უფრო დიდხანს გააგრძელებენ ასეთ საკუთარი თავის გარიყვას ქართული პოლიტიკური სივრციდან, ეს მათივე მომავლის შანსი რომ ეს გარიყო თქვათ აცილებული იყო თავიდან ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური ცხოვრების დასასრულად გამოაცხადა მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, რომლითაც სადეპუტატო უფლებამოსილებას შეუწყდათ სამ ოპოზიციურ ძალის დეპუტატებს, რომლებმაც მიმართეს პარლამენტს საკუთარი მანდატების გაუქმების მოთხოვნით. თქვათ 2020 წლისგან განსხვავებით ამჯერად მმართველმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ მათთვის გაეუქმებინა მანდატები და შეიძლებოდა თუ არა რომ ამ შემთხვევაში შენარჩუნებულიყო მაინც შანსი, რომ შესაძლოა ადრე თუ გვიან ისინი შეძლებოდა ლოგიკური კითხვაა, რაც არ უნდა სცადონ ამ სიმძიმის და ისრების გადმოტანა მმართველ ხელისუფლებაზე, ფაქტი ფაქტად რჩება, რომ ეს იყო ის თავად მოითხოვეს საკუთარი მანდატების გაუქმება და რაც ყველაზე მთავარია, მთელი ეს სამთვიანი პროცესი იყო არა კონსტრუქციული დიალოგის, არა მოლაპარაკებების, არა საუბრის, არამედ დესტრუქციის, შეტევის, ცეცხლის შენთების პერიოდი, ამიტომ ჩვენ მივიღეთ საბოლოო ჯამში ის გადაწყვეტილება, რაც იყო ყველაზე ლოგიკური იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში პოლიტიკური სივრცე გაჯანსაღებულიყო. კიდევ ერთხელ, რაც არ უნდა გადმოიტანონ ისრები თითი გამოიშვირონ ხელისუფლებისკენ, თუ ვინმე არის ამისი საფუძველიც და მთავარი გადაწყვეტილების მიმღებიც, ეს იყვნენ თავად, რომელმაც თავად გადაწყვიტეს, რომ უარი ეთქვათ ამ მანდატებზე და თავად გადაწყვიტეს, რომ კონსტრუქციული როლის ნაცვლად დესტრუქციული როლი ეთამაშათ. ბატონ ლევან, აუცილებლად მინდა გკითხოთ
საერთაშორისო თემებზეც აუცილებლად პირველ რიგში მთელი მსოფლიო დიდი ყურადღებით და ინტერესით აკვირდება იმ პროცესებს, რომლებიც დაწყებული აქვს ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას, სამშვიდობო პროცესს, ანუ რა მოლოდინი გაქვთ თქვენ, რას ელოდებით, რამდენად წარმატებული იქნება ამ შემთხვევაში ტრამპის ძალისხმევა, რომ ცეცხლი შეწყდეს უკრაინაში და ქვეყანაში დამყარდეს გრძელვადიანი მშვიდობა. ხო, ეს ისეთი კითხვებია, რომ ამაზე პასუხი რო ვიცოდეთ, ჩვენთვისაც კარგი იქნებოდა ზოგადად, მაგრამ ორისი ძალიან მოკლედ მინდა რომ პატარა შესავალი გავაკეთო, იმიტომ რომ სწორედ ეს კონტექსტი განსაზღვრავს როგორც ტრამპის გადაწყვეტილებების აზრს, ასევე საერთოდ მიმდინარე პროცესებს და მათ შორის საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებსაც. რეალურად მოსახლეობამ, მე მგონი ყველამ კარგად გაიგო, რომ სოფლიო იცვლება, მაგრამ რა იცვლება ისეთი, რომ ასე თავზე ამოყირავდა მთლიანად მთელი სოფლიო, ხშირად ისმის ხოლმე კითხვა, რეალურად იცვლება ის, რომ ეს ორი ძალა მანამდე ცივი ომის პერიოდში რაც არსებობდა კოლექტიური დასავლეთი და კოლექტიური აღმოსავლეთი, ამ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ეს კოლექტიური დასავლეთის გავლენები გავრცელდა ყველგან, სადაც მანამდე იყო წარმოდგენილი საბჭოთა კავშირი. დღეს რაც ხდება, რა მთავარი ცვლილებებიც ხდება, არის ის, რომ მეორე მხარე ძლიერდება. ძლიერდება ეკონომიკურად და ეკონომიკურ გაძლიერებასთან ერთად იზრდება პოლიტიკური სამხედრო ამბიციები, რომ მათაც ჰქონდეთ გავლენები არა მხოლოდ აი ყოფილ აღმოსავლეთის სივრცეზე, არამედ მთელ მსოფლიოში. და აი ეს ამ შეჭიდებას ვაკვირდებით აღმოსავლეთის ეგრეთ წოდებული აღმოსავლეთის გაძლიერების კვალდაკვალ და დასავლეთთან აი ამ გავლენებისთვის ბრძოლას აი ამ ჭიდილს უყურებთ ამ დღევანდელობაში და ეს ჭიდილი სამწუხაროდ საბედნიეროდ ამ ჭიდილის ხაზზე ვართ. ამ რეგიონს წარმოადგენს და იმიტომ რომ ამ ჭიდილის ხაზზე არის ხოლმე ყველაზე მტკივნეულად ეს საფრთხეები, ყველაზე მასშტაბური და ყველაზე დასანახი. და ზუსტად ამ პროცესს ვაკვირდებით დასავლეთის, კოლექტიური დასავლეთის შედარებით დასუსტებას და სხვა სახელმწიფოების აღზევებას. და საქართველოს ერთი კომპონენტია მთელი რეგიონის გლობალური ცვლილებების. არის უკრაინა, ძალიან დიდი ფლანგი, დიდი ნაწილი, არის საქართველოს ასევე ერთი კომპონენტი, სამხრეთ კავკასია, შავი ზღვის ფართო რეგიონი, არის ახლო აღმოსავლეთი და რასაც ჩვენ ესე აქტიურად არ ვადენებთ ხოლმე თვალს, სამხრეთ აღმოსავლეთ აზია, სადაც ჩინეთის აღზევება პრობლემას უქმნის ბევრ სახელმწიფოს. და აფრიკა ძალსახად, აი ეს მთელი ამ დიდი გადალაგების მონაწილე, ერთ-ერთი მონაწილეა საქართველო და ამიტომ არის განსაკუთრებული ყურადღება საქართველოზე, განსაკუთრებული ინტერესი საქართველოზე, რომ მაქსიმალურად შეძლონ ამ ქვეყნის, ამ რეგიონის კონტროლი, გავლენა ამ რეგიონზე, რომ მართონ თავისი გადმოსახედიდან მართონ ეს პროცესი. მოკლედ, აი ამ გადალაგებაში, აი ამ გლობალურ ჭიდილში იღებს ტრამპის გადაწყვეტილებებს, როგორც ჩანს, მან ჩათვალა, რომ უმჯობესია არა ცოტ-ცოტა ყველგან იყოს წარმოდგენილი და ცოტ-ცოტა რაღაცეები შეძლოს, არამედ ფოკუსირდეს იმაზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ფოკუსირდეს იმაზე, რაც ნამდვილად მისი სამხედრო თუ ეკონომიკური გავლენებისთვის იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ არის ამ USA-თან დაკავშირებული სკანდალიც, რომ ცდილობს ისეთი ხარჯების ჩამოშორებას, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს ზურგზე ედო, ასე ვთქვათ, ვალად და ტვირთად და აი ამ დამატებითი რაღაცეების მოცილებას და რომ ეს სახსრები, ფინანსური, ადამიანური, სამხედრო სხვა ხარჯები და ენერგეტიკული რესურსები გადაისროლოს იქ, სადაც მისთვის არის უფრო მეტად მნიშვნელოვანი. ასეთად მნიშვნელოვნად ასახელებს ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთს, რომელიც იქნება მისი უშუალო კონკურენტი გლობალურ პოლიტიკაში და რაც შეეხება ევროპას, ამჯერად მისი მთავარი ფოკუსი როგორც ჩანს არის უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში ომის დასრულება, რაც შეიძლება მალე დასრულება და ამ პროცესის ნაწილი იქნება შემდგომ სხვა პროცესებიც. უკრაინაში რაც ხდება და ეს ბატალიები, რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არ იქნება მარტო უკრაინასთან დაკავშირებული შეთანხმება მაგალითად. ეს შეთანხმება აუცილებლად მოიცავს ისეთ უფრო ფართო მასშტაბურ თემებს, რომლებიც შეიძლება დღეს არ ჩანს, შეიძლება არც გვითხრან, რომ ეს შეთანხმება შედგა, მაგრამ შემდგომი წლების დაკვირვება გვაჩვენებს რეალურად სად მოხდა ეს შეთანხმება, აუცილებლად იქნება მთლიანად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა, აუცილებლად იქნება არქტიკის საკითხები, მოგეხსენებათ გრენლანდიაზე რამხელა აქცენტი აქვს ტრამპსაც, იმიტომ რომ არქტიკა იქნება ეს გლობალური ჭიდილის ახალი მოედანი და
და აუცილებლად შეთანხმება იქნება ენერგეტიკაზე და ახლო აღმოსავლეთს. აი ამ დიდი პროცესის ნაწილი იქნება უკრაინაზე შეთანხმება და ამიტომა რომ რაღაცეების გაწირვა სამწუხაროდ მოუწევს უკრაინას, რაღაცეებზე უარის თქმა მოუწევს უკრაინას, იმიტომ რომ ტრამპისთვის მნიშვნელოვანია რომ ამ შეთანხმებით აი ამ დიდ სურათში ერთი კომპონენტი ჩაიხუროს, პაზლის ეს დიდი კომპონენტი ჩაიხუროს, თუნდაც ამისთვის საჭირო იყოს მაგალითად ტერიტორიული მთლიანობის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გაწირვა, ან რაღაც ისეთი საკითხები, რომელიც შეიძლება ვიღაცისთვის ამორალური იყოს, მიუღებელი იყოს, უსამართლო იყოს, მაგრამ ეს არის ის სამწუხარო რეალობა, რაშიც ჩვენ ცხოვრობთ და მთავარი გაკვეთილი საქართველოსთვის რა უნდა იყოს? თავარი გაკვეთილი უნდა იყოს ის, რომ აი ეს არის ის რეალობა, არა ის რა გვინდა რომ იყოს, მაგრამ რეალობა რაც არის და უნდა ვიმოქმედოთ ისე, რომ ამ დიდი ძალების ჭიდილში, ხშირად ვამბობ ხოლმე, არ ვიყოთ პაიკი, რომელსაც გაგვწირავენ თვალის დახამხამების გარეშე და გაგვწირავენ ყველანაირ ფასად. და აი რას ხელისუფლება მართალი გუნდი რა ნაბიჯებს დგამს, რომ ქვეყნის საქართველოს ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე მაქსიმალურად იყოს დაცული. ჩვენ გვახსოვს, რომ თქვა ტრამპის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თქვენი გუნდი მუდმივად აკეთებდა განცხადებებს იმის შესახებ, რომ ურთიერთობის ნორმალიზების დინი ქონდა და რომ მოხდებოდა ურთიერთობების გადატვირთვა. ამ ეტაპზე ჯერ ამერიკის შეერთებული შტატებიდან რაიმე კონკრეტული ნიშნები საქართველოსთან დაკავშირებით არ ჩანს. რატომ? როგორც წეგან ვახსენე, დღევანდელი როგორც ჩანს თავარი ორი ფოკუსი ამ ეტაპზე, ორი პრიორიტეტი რაც აქვს ტრამპს, ეს არის ომების დასრულება ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში და მხოლოდ ამის შემდგომ იქნება მისი ფოკუსი ევროპა და ევროპის საკითხების დარეგულირება. ამას გვეუბნებიან ჩვენი მეგობრებიც, ამას გვეუბნებიან ჩვენი პარტნიორებიც, რომელთაც აქვთ უშუალო კომუნიკაცია მათ შორის ტრამპის უახლოეს წრესთან და სწორედ ჩვენი მოლოდინით სწორედ ეს არის, რომ ცოტა მოგვიანებით ეს საკითხები ტრამპს უფრო მეტ დროს დაუთმობს მათ შორის ევროპის საკითხებს, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი არის ერთი რაღაც, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესებით ვიმოქმედოთ, რამდენადაც ეს იქნება შესაძლებელი მაქსიმალურად დავიცვათ ეროვნული ინტერესები. ჩვენ არაფერი შეგვიძლია. რაც შეიცვალა რეალურად არის წინა ბაიდენის ადმინისტრაციის იდეოლოგიები შეიცვალა რეალურად ამერიკის შეერთებულ შტატებში და ეს შიდა პოლიტიკა ბევრ რამეს განსაზღვრავს, ბევრ დიდი გავლენა აქვს საგარეო პოლიტიკაზე. გუშინაც რასაც დღესდილით რასაც მოვისმინეთ ტრამპსაც მთელი აქცენტი იყო შიდა პოლიტიკაზე რეალურად, ასეც არის. იქ შიდა პოლიტიკური ბატალიები აქვს, თუმცა ამას თავის გამოძახილი აქვს საგარეო პოლიტიკაზე და ის იდეოლოგია რაც შეიცვალა ნამდვილად ბევრად უფრო კონსერვატიული მიდგომა რაც აქვს ტრამპს საზოგადოების განვითარებასთან, ოჯახურ ღირებულებებთან თუ საგარეო პოლიტიკასთან და ასე შემდეგ, დიახ ეს ბევრად უფრო თანხვედრაშია საქართველოს ხელისუფლებასთან, თუმცა ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, არ გვინდა რაღაც ვარდისფერი სათვალეებით უყუროთ სამყაროს, გვინდა რომ ვიყოთ მაქსიმალურად პრაგმატულები და რაციონალურები. წინა რესპონდენტებმაც შეგახსენეს, რომ აი თქო ჩინეთთან კავშირები ეს მიუღებელი არის დონალდ ტრამპისთვის და შესაბამისად ისინი ამ კუთხით პირიქით ელოდებიან საკმაოდ მკაცრ გზავნილებს ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის. ჩვენი მიდგომა არის შემდგომი, რეალურად შეგვიძლია ასე ვთქვათ, რომ ჩვენი თავარი ფოკუსი არის ჩვენი ეროვნული ინტერესები და შევეცდებით მაქსიმალურად, რომ ვისაც აქვს იმისი ინტერესი, რომ ამ რეგიონში იყოს წარმოდგენილი, გულისხმობ თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს ექნება სურვილი, რომ ამ რეგიონში უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი, რა თქმა უნდა, ჩვენი პრიორიტეტი იქნება ამერიკის შეერთებული შტატები, მაგრამ ჩვენი მთავარი საზრუნავი არის ამ ქვეყანაში მშვიდობის დაცვა. აი ეს მთელი გადალაგება, რაზეც ვისაუბრეთ, რომ ისი არ მოხდეს, რაც მოხდა მაგალითად უკრაინაში, რომ აქ იყოს მშვიდობის მყოფების ნახეთ რას ვამბობ, ჩვენ ამიტომ როლი აქვს დონალდ ტრამპს და სურს ომის დასრულება. თუ მსხვილ აქტორებს არ ექნებათ საქართველოსადმი რაიმე ინტერესი, საუბარი აქვს მაგალითად ეკონომიკურ ინტერესზე, საერთოდ ნებისმიერი მცდელობა, რომ დავაინტერესოთ ამერიკის შეერთებული შტატები, მათ შორის რომ აქ რაღაც ინვესტიცია ჩადოს და შემოვიდეს, იქნება ფუჭი. ამიტომ ჩვენი მთავარი мотиваცია სწორედ ის არის, რომ ერთის მხრივ ავირიდოთ ომიანობა და მშვიდობა იყოს დაცული, მეორეს მხრივ მაქსიმალურად დიპლომატიის გამოყენებით ომიანობის საფრთხე კიდევ ანუ როგორ არის მაშინ, როდესაც პირიქით ფოკუსირებულები არიან, რომ შეწყდეს საომარი მოქმედებები, რაც შეიძლება. იმიტომ ჩვენ რასაც უყურეთ, ეს პროცესი ჯერ დასრულებული არ არის. ამ სოფლიო გადანაწილებაზე, ხელახალი გადანაწილებაზე, რასაც გვაქვს საუბარი, ეს პროცესი დასრულებული არ არის. დასრულებული კი არ არის, ერთ კომპონენტიც არ არის, ჯერ რაც უკრაინაზე გვაქვს საუბარი, ეს კომპონენტიც არ არის დასრულებული. ჩვენ ხედავთ ამ ბატალიებს, რომ არა უნდა ჩავერთოთ ამერიკა-ევროპას შორის ურთიერთობებს, გულისხმობ, მეტი წვლილი შეიტანეთ, არა მეწვნის არ შევიტანთ. ანუ იმის ფონზე, რაც თუ ამერიკაში რაღაც ეტაპზე გაიწევა უკრაინის პროცესებიდან,
ჩვენი როლი კიდევ უფრო იზრდება და წნეხიც რომ უფრო მეტად ვიყოთ წარმოდგენილი, უფრო მეტად ის ნაბიჯები გადავდგათ, რაც გასული 3 წლის განმავლობაში ჩვენგან ითხოვდნენ, ეს წნეხი უფრო მეტად იზრდება. ამიტომ ჯერ არაფერი არ არის დასრულებული. რა თქმა უნდა, ომის დაწყების, უკრაინის ომის დაწყების პირველი თვეები ყველაზე საფრთხისშემცველი იყო. მე მახსოვს თითოეული შეხვედრა, ჩვენს პარლამენტის თავმჯდომარემაც ისაუბრა ამ თემაზე, მე თვითონაც წარმოდგენილი ვიყავი ამ შეხვედრაზე და მახსოვს თითოეული ეს დისკუსიები, მაგრამ ეს პროცესები ჯერ არ დასრულებულა. არათუ არ დასრულებულა, შემდგომი 1-2 წლის განმავლობაში ჯერ აი საბოლოო დალექო ასე ვთქვათ ამ პროცესების. ანუ ამ პარლამენტის თავმჯდომარემ ამაზე კარგად ისაუბრა, პირდაპირ მოთხოვნები ასე ვთქვათ, რომ გააგზავნეთ ეს, გააკეთეთ ეს და როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ასე ვთქვათ საპასუხოდ ამოდა, რომ ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს, თქვენ გააკეთეთ თუ გინდათ, მათგან რეაქცია რა გინდათ, ბირთვული ომი ხო არ გინდათ რომ ვაწარმოოთ, ჩვენი პასუხი სწორედ აქ იყო, რომ ჩვენ აბსოლუტურად გვესმის ამერიკის შეერთებული შტატების, რომ რა თქმა უნდა არავის უნდა ბირთვული ომი, რომ რაღაც სერიოზული დაპირისპირება იყოს. ჩვენ გვესმის აბსოლუტურად გეოპოლიტიკური თვალსაზრისით ბალტიისპირეთის სახელმწიფოების გადაწყვეტილებები, რასაც იღებენ. გეოპოლიტიკურად ეს გასაგებია, მაგრამ ჩვენ რასაც ვითხოვდით იყო, რომ საქართველოს ინტერესებიც გაეგოთ, საქართველოს მდგომარეობაც გაეგოთ და საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეებიც კარგად გაეგოთ და გაიაზრებინათ. იყო სრული უგულებელყოფა საქართველოს ინტერესების, რა თქმა უნდა ჩვენთვის ეს მიუღებელი იყო და თითოეული ნაბიჯი მე მგონი საზოგადოებამაც კარგად დაინახა. თითოეული ნაბიჯი გასული 3 წლის განმავლობაში იყო ერთადერთი ორიენტირით, რომ საზოგადოება და ქვეყანა ყოფილიყო დაცული და არიდებული თავიდან ომი. დიახ, ბატონ ლევან, ახლა ევროპის ამ შემთხვევაში ევროპიდან ჩვენ კიდევ უფრო მწვავე გზავნილები გვესმის, იმიტომ რომ პირიქით, რაც დრო გადის, ეს რიტორიკა მკაცრდება. ნახეთ ევროპარლამენტის მწვავე შინაარსის რეზოლუცია, ეუთო საპარლამენტო ასამბლეის 3 კომიტეტის გაერთიანებულ ხმაზე, სადაც თქვენც იყავით წარმოდგენილი, იქაც ასევე მწვავე გზავნილები გაჟღერდა და იყო პირდაპირ კონკრეტული განცხადებები, თქვათ, პოლიტიკურ რეპრესიებზე, არჩევნების გაყალბებაზე და ასე შემდეგ. ასევე ჩვენ გვესმის მკაცრი განცხადებები ბალტიისპირეთის ქვეყნების ახალი სასანქციო პაკეტი და ევროკავშირის დღევანდელი განცხადება იმის შესახებ, რომ შესაძლოა სანქციები ისევ გაგრძელდეს, ყოველ შემთხვევაში ევროკავშირმა ასეთი ციტირებას მოვახდენ. ევროკავშირი მზად არის განახორციელოს შემდგომი ქმედებები, მათ შორის სანქციები, რათა პასუხისმგებელმა პირებმა პასუხი აგონ ძალადობაზე. შესაბამისად, მაშინ, როდესაც თქვათ, ხელისუფლება ევროპის ქვეყნების ლიდერებისგან არ არის აღიარებული და თქვენი ოპონენტები მუდმივად საუბრობენ საერთაშორისო იზოლაციაზე. აი ასეთ ფონზე როგორ გესახებათ ქვეყნის საერთაშორისო პოზიციონირება, ანუ რა კეთდება იმისთვის, რომ საქართველოს ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაცული და დასავლეთთან ურთიერთობა აღდგეს, ნორმალიზდეს. ჩვენი მთავარი ორიენტირი და პარლამენტ დღეს პრემიერ-მინისტრით მათ დაასრულა თავისი ვიზიტი ცენტრალურ აზიის რესპუბლიკაში, უზბეკეთში. ჩვენი მთავარი ორიენტირი არის, რომ არსებულ რეალობაში, აი ცვლილებების ქაოსის ფონზე, რაც არის, საქართველოში იყოს ეკონომიკური წინსვლა და ტერიტორიული მთლიანობა შევძლოთ და აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ორი მთავარი პრიორიტეტი და ეს ახალი სიახლეას წარმოადგენს. სწორედ ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი. დანარჩენი ყველაფერი, იქ ვიღაცა რაღაცაზე კაცრად იტყვის, რაღაცას გაგვაკრიტიკებს, ყველაფერი ჩვენთვის არის საბაბი იმისთვის, რომ საქართველოს არ გადადგას, ან არ გადადგას, რასაც მოკლედ ითხოვდნენ გასული 3 წლის განმავლობაში. ჩვენთვის ეს ნაკლებად არის ორიენტირი, ჩვენ ნაკლებად გვაღელვებს, ასე ვთქვათ, ცოტა უხეშად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ გვაღელვებს სხვისი კრიტიკა. ჩვენთვის მთავარი ამოსავალი წერტილი კიდევ ერთხელ არის, რომ ამ ქვეყანაში შევინარჩუნოთ ის რაღაც საზოგადოებრივი წესრიგი, საერთაშორისო იზოლაციის საფრთხეს. არა, საერთაშორისო იზოლაციაზე ლაპარაკი საერთოდ ზედმეტია, დიახ, ევროპულ სახელმწიფოებთანაც გვაქვს ურთიერთობა, ფორმალური ურთიერთობა გაქვთ, აი შეგიძლიათ გითხრათ. პარლამენტის თავმჯდომარესაც ჰქონდა უნგრეთში ვიზიტი, იგეგმება სხვა ვიზიტებიც აუცილებლად იქნება მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტები გაზაფხულზე და ამას საზოგადოებაც ნახავს. ამავე დროს გრძელდება. შეგიძლიათ გითხრათ ქვეყნები უკვე? ჯერ ვერ გეტყვით, მაგრამ ამას მზადდება ევროპის წამყვან ქვეყნებში, აი ამას გულისხმობთ? დიახ. და ასევე პრემიერ-მინისტრი ძალისხმევას არაკლებს, რომ საქართველოს ფუნქცია შეინარჩუნოს, რომ აი ამ ცვლილებებში, რაშიც საქართველოს და ცეცხლის კალში, რაც საქართველოს იმყოფება, ამ
ამ ფუნქციამ, ამ მნიშვნელობამ გადაარჩინოს ეს ქვეყანა. რეალურად ჩვენ რაზეც ბოლო 3 წელი ესეც ითქვა რა ერთხელ, რეალური ესეთი შიდან გამოკვეთილი საგარეო პოლიტიკა ქვეყანას როგორც ასეთი არ ქონია, მთავარი ამოსავალი შიდა პოლიტიკას და გარე პოლიტიკაც იყო გადარჩენა. აი ეს ქვეყანა რო გადარჩენილიყო, ხშირად ძალიან გვავიწყდება მოკლე მეხსიერებაოს ბევრს და ავიწყდებათ ხოლმე ის საფრთხეები, რაც გაიარა ქვეყანამ და ის საფრთხეები, რაც ჯერ კიდევ არის ამ ქვეყნის წინაშე. თუ დასრულდება მალე და იმედია დასრულდეს ეს საომარი მოქმედება, შემდეგ მაშინ რა იქნება თქვენი საგარეო პრიორიტეტი? ხო, ანუ ჯერეთი უნდა დასრულდეს ომი, უნდა და ჩამოყალიბდეს მშვიდობა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რა პირობებით ყალიბდება ეს ხელშეკრულება, მშვიდობის შეთანხმება. იმიტომ რომ წეგანაც ვახსენე, ევროპაში კი არა და უკრაინის შეთანხმება, უკრაინაზე შეთანხმება არ იქნება მხოლოდ უკრაინაზე შეთანხმება. ეს იქნება უფრო ფართო შეთანხმების ნაწილი, რომელსაც როგორც წეგან თქვი, ან იქნება ცნობილი, ან არ იქნება ცნობილი, შემდგომი პერიოდი დაგვანახებს აი ამ კონტურებს რეალურად არის ის რესურსი, ის სივრცეები, სადაც შეგვიძლია რაც შეიძლება ჩვენ გამოვიყენოთ, რომ ჩვენი რეგიონი იყოს არა წყევლა და არა შარი, ასე ვთქვათ, არამედ შესაძლებლობა ამ ეს რეგიონი საქართველოსთვისაც და სხვებისთვისაც. მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა ვნახოთ ჯერ ის კონკრეტული შეთანხმება, რასაც შეიძლება რომ შედგეს, არ შეიძლება არ შედგეს, საკმაოდ რთული პროცესები მიდის ამ საკითხთან დაკავშირებით. ბოლო მინიშნებები, რასაც ვიგებ, ჯერ არის რომ უკრაინა მზად არის ამ კრიტიკული მინერალების შეთანხმებაზე ხელმოწერაზე, მაგრამ იმის იქით კიდევ რა იქნება ამ შეთანხმების ნაწილი, რომელიც შეიძლება საჯარო იყოს არ იყოს. ეს ჩვენ არ ვიცით ჯერ. გარდა ამისა, ევროპის როლი რა იქნება? ჯერჯერობით რასაც ხედავთ, ევროპა მთლიანად გაწეულია, მოწყვეტილია რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მოლაპარაკებებს და რეალური წვლილი ამ პროცესში არ აქვს. დღეს ამ დღეებში თურქეთმა დაიწყო აქტიურობა, რომ გაზარდოს მან თავისი წვლილი. მოკლედ, დიდი საჭადრაკო პროცესი მიმდინარეობს და ვცდილობთ, რომ თავარი ორიენტირი არ დავკარგოთ ამ პროცესში. არის იმის ცდუნება, რომ ყოველდღიურობაში ისე ჩავეფლოთ ამ ჭაობში, ასე ვთქვათ, ყოველდღიურობის რუტინის, რომ დავკარგოთ თავარი სამიზნე. თავარი სამიზნე არის, რომ მშვიდობით გავიაროთ აი ეს ცვლილებები, რაც მსოფლიოში იქნება და ჩვენი მოლოდინით რამდენიმე წელში აუცილებლად დაალაგდება და ამ მშვიდობასთან ერთად აუცილებლად იყოს ეკონომიკური კეთილდღეობა ჩვენს ქვეყანაში. აი ამ ფონზე ევროინტეგრაციის პროცესის წინ წაწევა როგორ გესახებათ, მაშინ როდესაც ევროკავშირი აცხადებს, რომ უმაღლეს დონეზე პოლიტიკური დიალოგი თქვენთან შეწყვეტილი აქვს, შეჩერებული აქვს ფინანსური პროგრამები, ბუდმივად გახსენებენ, რომ თუნდაც სურვილის თქვენი ხელისუფლების სურვილის შემთხვევაში მაინც მოლაპარაკებების გახსნა ვერ მოხერხდებოდა, იმიტომ რომ მოლაპარაკების გახსნა სჭირდება რეკომენდაციების და რეფორმების შესრულება, რაც ხელისუფლებას მიცემული ჰქონდა. როდესაც ჩვენ საუბრობთ ევროპულ ინტეგრაციაზე, ეს არაერთხელ მithქვავს, ევროპული ინტეგრაცია არ არის რაღაც ცარიელი ორი სიტყვის ერთობა, ასე ვთქვათ. ევროპული ინტეგრაციას აქვს თავისი არსი. ევროპული ინტეგრაცია არ არის ქუჩაში დროში ცირბილი, ევროპული ინტეგრაცია არის კონკრეტული კანონპროექტები, კონკრეტული რეგულაციები, კონკრეტული დირექტივები, საკანონმდებლო ჩარჩო, რაც აქვს ევროკავშირს. სწორედ ამიტომ ამბობთ, სამი მიმართულებით ვიმოძრავებთ ჩვენი მხრიდან, რაც საბოლოო ჯამში ხელს უწყობს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. სამი მიმართულება, ეს პირველი არის ეკონომიკა, იმიტომ რომ ეკონომიკის გარეშე რაც არ უნდა სულ 100% საკანონმდებლო პროცესი შეასრულო, განვითარებული ეკონომიკის გარეშე შანსი ევროკავშირის გაწევრების არის 0. ამიტომ თავისი არსით ძირითადად ეს არის ეკონომიკური გაერთიანება, სხვა რაღაცებთან ერთადაც. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ ამ მხრივ სვლას, მოგეხსენებათ რომ ჩვენ გავასამაგეთ ჩვენი ბიუჯეტი, ერთი მთლიანი შემოსავლები, გავაორმაგეთ ერთსულ მოსახლეზე შემოსავლები, გავანახევრეთ უმუშევრობა, ეს არის სწორი მიმართულება და ამ მიმართულებით ვივლით. მეორე ეს არის საკანონმდებლო პროცესი. ასოცირების ხელშეკრულებაზე ბევრი ცდილობს ხოლმე რომ რაღაცნაირად დააკნინოს ან დაამცროს ასოცირების ხელშეკრულება. რეალურად ასოცირების ხელშეკრულება არის ევროკავშირის კანონმდებლობის უდიდესი ნაწილი. ამიტომ ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ, სულ რაღაც 2 კვირის წინ დავამტკიცეთ ერთი რეგულაცია უკვე და ეს პროცესი მათ შორის ჩემი ევროინტეგრაციის კომიტეტიც არის ამაზე პასუხისმგებელი. და ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროცესს, რომ 2028 წლისთვის 90% ჩვენ გქონდეს შესრულებული და მესამე დამით დავასრულებ. მესამე არის ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ როგორც ეკონომიკური, ასევე სამართლებრივი ნაწილის დარეგულირებას. ამიტომ ამ ჩვენი мотиваცია და მიზანი არის, რომ 2030 წლისთვის შიდა სამუშაო ჩვენ გქონდეს გაკეთებული იმისთვის, რომ თუ
ევროკავშირი თუ აქ ძალიან დიდი თუ არსებობს, თუ თვითონ ევროკავშირი იქნება მზად გაფართოებისთვის, ჩვენი მხრიდან აი ეს ეგრეთ წოდებული ტექნიკური ბარიერები იყოს მოხსნილი. მაგრამ აი საკანონმდებლო ბაზა ახსენეთ და კანონმდებლობის თქვათ ჰარმონიზება ევროკავშირის საკანონმდებლო ბაზასთან. ჩვენ ვნახეთ როგორი ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა უკვე მიღებულ, ცოტა ხნის წინ მიღებულ აქციების დაწყების შემდეგ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსში თუ ადმინისტრაციულ სამართალდაღებათა კოდექსში შესულ ცვლილებებს, ასევე გამოხატვის შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში შესულ ცვლილებებს, მათ შორის ვენეციის კომისიისგან. კომისიამ პირდაპირ ჩაწერა, რომ ეს იყო ნაჩქარევად და შესაბამისი წრეების ჩართულობის გარეშე მიღებული ცვლილებები. ასევე დაწერა, რომ ეს პრობლემურია დემოკრატიული პერსპექტივიდან გამომდინარე, რადგან აღნიშნული პროცედურული ხარვეზები ცვლილებების ლეგიტიმურობას ეჭქვეშ აყენებს, განსაკუთრებით მასობრივი პოლიტიკური დემონსტრაციების უფრო ფართო პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით. აღნიშნულ ზომებს სავარაუდოდ შემაკავებელი ეფექტი ექნება შეკრების და გამოხატვის თავისუფლების გამოყენებაზე. მაშინ, როდესაც აი თქვა ვენეციის კომისიის ეს რეკომენდაციები არის ამ ეტაპზე უგულებელყოფილი ხელისუფლების მხრიდან, აი რამდენად თავსებათია ასეთი დასკვნების თქვათ არ გათვალისწინება ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელებას. ნახეთ, თავიდან იმიტომ დავიწყე იმის თქვა, ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილი არის ამ ქვეყანაში საზოგადოებრივი წესრიგი მშვიდობის უზრუნველყოფა. ეს არის ჩვენი ამოსავალი, უპირველესი ამოსავალი წერტილი და რა თქმა უნდა, შემდგომ როდესაც ჩვენ საუბრობთ ევროკავშირის წევრობა, ევროკავშირის წევრობა თავარი, ანუ მიზანი კი არ არის, ეს არის შესაძლებლობა, რომ საქართველოს გააძლიეროს თავისი ეკონომიკა, გააძლიეროს საკანონმდებლო, გააუმჯობესოს საკანონმდებლო სივრცე და ასე შემდეგ. ჩვენ ამ ვენეციის რეკომენდაციას ბევრი წელია ვაკვირდებით უკვე, მე თვითონაც მრავალი წელია ჩემი წინა სამუშაოდან გამომდინარე ვადევნებდი თვალს, ფიზიკურად მე თვითონაც მიმიღია მათთან მონაწილეობა, ჩვენ ვიცით რა არის ვენეციის კომისია, რა ტიპის დასკვნებს წერს ვენეციის კომისია, გარდა იმისა, რომ არის სარეკომენდაციო და არ არის სავალდებულო ხასიათის, ეს ერთი, მაგრამ მეორე რაც ყველაზე მთავარია აქ არის ის, რომ თავად ვენეციის კომისიასაც აღიარებული აქვს ის ლეგიტიმური მიზნები, რაც ამ კონკრეტულ მათ შორის ამ კონკრეტულ კანონმდებლობას აქვს. ეს კონკრეტული კანონმდებლობის მიზანი არის საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა ერთის მხრივ და მეორეს მხრივ მოქალაქეების ჯანმრთელობა და ასევე იმის შესაძლებლობა, რომ მათ თავისუფლად გამოხატონ ძალადობისგან და ამ პროცესებიდან თავისუფლად გამოხატონ თავისი აზრი. ამიტომ ჩვენ რამდენიმე ფაქტორის ერთობლივად გათვალისწინებაში სასჯელების ზრდასაც მოიაზრებს არაპროპორციულად და თქვათ რეპრესიებს მიიჩნევენ თქვენი ოპონენტები. ცოტა ღიმილის მომგვრელია ხოლმე ესეთი განცხადებები, როდესაც მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დაანონსა სიკვდილით დასჯა იმათთვის, რომლებიც პოლიციელების კვლელობას იზავ. ანუ სრულიად გაუგებარია ხოლმე ხშირად ესეთი განმარტებები. რა თქმა უნდა, ამოსავალი წერტილი ყოველთვის ნებისმიერ საზოგადოებაში არის საზოგადოებრივი წესრიგი, მოქალაქეების და ზოგადად ჩვენი მოსახლეობის, მათი მოსახლეობის, მათ შორის ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვა. ეს არის ამოსავალი და ხელშეუვალი მთავარი მიზანი. და თუ ეს საჭიროებს, ეს მოითხოვს იმის საჭიროებას, რომ გამკაცდეს როგორც საკანონმდებლო სივრცე, ასევე პრაქტიკა, რა თქმა უნდა, ჩვენ ისევე როგორც იგივე ვნახეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ამას ხედავთ ევროპის ქვეყნებშიც. ისეთი რაღაცა საუბრობთ, თითქოს რამე უკვირს, რა უკვირს, ან გერმანიას რა უკვირს, ან საფრანგეთს რა უკვირს, ან დიდ ბრიტანეთს რა უკვირს, ან იტალიას, ან სხვას, ან პოლონეთს ვნახეთ, ხედავთ, როგორ ხდება, როდესაც ვინმე პოლიციაზე აღმართავს ხელს, ან მოსამართლეზე აღმართავს ხელს, ვნახოთ ერთი რა დღეში აგდებენ ან ერთს ან მეორეს, არა მარტო თქვა დაკავების, არამედ შემდგომი აღსრულების წლების და პატიმრობის თვალსაზრისით. ამიტომ აქ გასაკვირი გაუგებარი არაფერი არ არის, მით უმეტეს ისეთ კონტექსტში ვცხოვრობთ, სადაც სამწუხაროდ ჩვენ ვნახეთ, რომ სხვადასხვა ძალები ბოროტად იყენებენ იმ შედარებით ლიბერალურ საკანონმდებლო ჩარჩოს, რაც საქართველოში არის. და ცდილობენ აი ამ ხვრელების გამოყენებას, რომ მაქსიმალურად შეარყიონ სახელმწიფო ინსტიტუტები. არ გამოვა მეგობრებო, მთავარი ჩვენი დაპირებაც მოსახლეობისადმი იყო საზოგადოებრივი წესრიგი და მშვიდობა და თუ ეს მოითხოვს საკანონმდებლო პრაქტიკის თუ სივრცე ჩარჩოს გამკაცრებას, ჩვენ რა თქმა უნდა ვიქნებით შეუმწყრანებელი ყველასადმი, რომლებიც უტევენ სახელმწიფო ინსტიტუტებს და ცდილობენ რაღაცნაირად დებოშის შემოტანას ჩვენს ქვეყანაში. და ბოლოს კითხავთ, აი ყველა იმ საერთაშორისო გამოწვევების ფონზე, რაც ბუნებრივია საქართველოსაც ვრცელდება და ჩვენს ქვეყანასაც ეხება, ქვეყნის შიგნით ისევ გრძელდება უკვე 3 თვეზე მეტია საპროტესტო აქციები. ოპოზიცია, როგორც ჩვენ საუბრის დასაწყისშიც აღვნიშნეთ, ფიქრობს ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე ყოფილი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, რომელიც თვლის სალომე ზურაბიშვილს გულისხმობ, რომ მოსახლეობის და პარტნიორებისგან სრულად იზოლირებული ხელისუფლება არ არსებობს, რომ განაგრძობს მომავალში ამ ხელისუფლებამ თავისი მმართველობა. თავისი მხრივ ოპონენტები კატეგორიულად
მორიცხავენ და არ უშვებენ იმის ალბათობას, რომ რომელიმე მათგანმა მიიღოს მონაწილეობა თვითმმართველობის არჩევნებში 2025 წლის შემოდგომაზე და არ იხსნება დღის წესრიგიდან მოთხოვნა ახალი არჩევნების დანიშვნის და დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლების. აი ამ შიდა პროტესტის და საერთაშორისო მკაცრი გზავნილების ფონზე როგორ გესახებათ შემდგომი პოლიტიკური პროცესების გაგრძელება ქვეყანაში? ნახეთ, ხშირად იყო მცდელობა, რომ საქართველოს ხელისუფლება ასე ვთქვათ, შეეყვანათ ისეთ ყოველდღიურ რუტინაში ძალიან უხეშად რო ვთქვათ, რომ თავარი ორიენტირიდან მოხდარიყო ჩვენი გადაყვანა. ჩვენ თავარი ორიენტირი ძალიან ცალსახაა, საარჩევნო დაპირებებში ძალიან ცალსახად არის ეს გაჟღერებული და ჩვენ შემდგომი 4 წლის განმავლობაში გეგმაზომიერად, რაციონალურად ვიმუშავებთ იმაზე, რომ ჩვენ ეს პროგრამა შევასრულოთ. ეს არის ჩვენი ნაწილი და ჩვენ რაზეც ვართ პასუხისმგებლები. ამავე დროს თუ არ ვშტები ამავე ეთერიდანაც პრემიერ-მინისტრაც არაერთხელ მიუმართავს, არაერთხელ გამოუთქვას მზაობა. მათ შორის იმ დემონსტრანტებისადმი, რომლებიც იკრიბებიან ხოლმე პარლამენტის წინ, რომ შეხვდნენ, ისაუბრონ, განიხილონ ნებისმიერი საკითხი, რაც შეიძლება მათ აწუხებდეს. ანუ ჩვენი მხრიდან ღიაობა, მათდამი, რომელსაც შეიძლება გულწრფელად რაიმე აღელვებდეთ, მათდამი ჩვენი ღიაობა არის. თუმცა ხშირად გამოთქვამენ პრეტენზიებს, რომ ვთქვათ, რიტორიკის გამო, რომ მოიხსენიებენ აქციის მონაწილეთა ნაწილს რადიკალებად, რადიკალების ჯგუფად, კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობად, რიტორიკაზეც ხშირად მიგიტირებენ ოპონენტები. რიტორიკა ალბათ უფრო ფაქტის კონსტატაცია იქნებოდა ამის თქმა, ამიტომ მე ბევრი რამის თქმა ამ შემთხვევაში არ შემიძლია. ფაქტია, როდესაც შენ არ აღიარებ არჩევნებს, არ შედიხარ პარლამენტში, პოლიციელს ესვრი მოლოტოვის კოქტეილს, სხვა რა შეიძლება რომ უწოდო ამ ადამიანს, მაგრამ კიდევ ერთხელ ჩვენი ნაწილი, ჩვენი პასუხისმგებლობა აქ რაც არის ის, რომ ერთის მხრივ დავაფიქსიროთ ღიაობა მათდამი და მეორეს მხრივ გავაკეთოთ ყველაფერი ის, რაც ჩვენს მოსახლეობას შევპირდით, მაგრამ დანარჩენი არის სხვების პასუხისმგებლობაც. ჩვენ ვთვლით, რომ მათ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს, როდესაც საპარლამენტო მანდატებზე უარი განაცხადეს და აირჩიეს დებოში კონსტრუქციის ნაცვლად, მაგრამ ეს მათი არჩევანია და დაე მათვე ამორჩეველმა გასცეს პასუხი მათ ხელისუფლებისთვისაც არის თუ არა ეს პრობლემა, იმიტომ რომ ერთი პარტიით არის დღეს საკანონმდებლო ორგანოები. ხელისუფლებას აქვს თავისი ვალდებულება, ჩვენ ვერ ვიქნებით რამე პრობლემა თუ დისკომფორტი თუ ემოციურად რაღაცა მისაღებიან მიუღებელი, ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობა გვაქვს ამორჩევლის წინაშე, მოსახლეობის წინაშე და ამ პასუხისმგებლობით ვაპირებთ სიარულს. მადლობა ლევან მახაშვილი, პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ქართული ოცნების წევრი პასუხობდა გადაცემა დღის თემის შეკითხვებს პირდაპირ ეთერში. ამით დღევანდელი გადაცემა დასრულებულია. ხვალამდე გემშვიდობებით.